ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერებო, კაი ხალხო. ეთი კაი ამბავი მაქვს ჩვენ სახლს მისამართი გავუკეთეთ, ფუღუროს ქუჩა ნომერი 1. ჩვენმა გამომწერმა გაგვიკეთა და ეხლა ეგეთი აზრი გაგვიშთა, რომ კინაზე გავაკეთოთ, ესე ბრუტალური იყოს და სამუდო. ეხლა რისი გადაღება გვინდა? მოკლედ, მეგობრებო, ერთ რაღაცას ვეწიეთ და თქვენც მინდა გაგიზიაროთ რა. ძალიან მაგარი რაღაცა. ერთმა კომპანიას შემოგვეხმიანა, აიაქსი ქვია, და დაცვის სისტემებს ვაყენებთ. ეხლა დაცვის სისტემები ხო წარმოიდგინე კამერები რაღაცა და ჩვენ აქ გვიყენია ტყეში რაღაცები, ფოტოხაფანგები, ანუ სანამ ხოხამდე მოვა ვიღაცა, შორსაც იქ სადაც აყენია ხეზე და სურათს გადაუღეს, არა, ეს თუ სხვა რაღაცაა რა. გადავწყვით თანამშრომლობა გავწიოთ ერთმანეთში და მოკლედ უნდა აგიხსნათ რა არის, რა თვითონ ეს მოწყობილობა, მე მაგარი მოხიბული ვარ. უყურეთ. ეხლა აუცილებელი ტყეში და რაღაცა იყო სანსახში. აი ესეთი რაღაცას დააყენებთ და გვერდებიდან უშვებს ცხივს 15 მეტრზე. ანუ 2 ცალი რო დააყენოთ 30 მეტრ, აი ხლა ესო ჩაითოს. კედელს გააკეთებს ესე გაყოლებაზე. შეგიძლიათ 3 მეტრზე შეამციროთ, მეტრზე 14 და 15 მეტრამდე შეგიძლიათ ცხივი გაშალოთ. ეხლა ჩვენი ხოხი ხუა. ეს ხო აყენია. ეს ესე კეტავს ყველაფერს, ხო? აკეთ მოდი. მეორე აი აქ აყენია. ანუ მთელ პერიმეტრს ფარავს. მოდი. მეოთხე აქ აყენია. მესამე და მეოთხე აყენია აი აქ, მოდი. აი აქ. მოკლედ ეხლა თუ ვიღაცა პარაშუტით ზემოდან სახურავს არ დააფრინდა, ხო? შანსი არ არის რომ ამასთან ახლო მივიდეს. თან ეს ხივები გარშემო რაც არის. რეგულირება შეგიძლიათ გავუკეთოთ. თქვათ აქ ვერ გაარღვეს, მაგრამ შემიძლია ხივი გავაკეთო მარტო ამაზე. რომ ფანჯიდან არავინ არ შეაღწიოს. ეგ არის ძალიან მაგარი რა. თან ყველაზე მაგარი, აი არ ვიცი რა, ხალხმა გამოუცა. ამაში დევს ელემენტი. აი ამაში. ამ მოწყობილობაში. რომელიც 8 წელი მუშაობს, ანუ ერთხელ იყიდი დააყენებ და 8 წელი გაქვს. 8 წელი შემდეგ ეხლა თუ ელემენტის გამოსვლა დაგეზარა და მაგის დედას ვატირე რა. ესე იგი WhatsApp თათქარიძე ყოფილა. ეხლა ამას კიდე რა მოღამი აქვს. ეს შეგიძლიათ ყველგან დააყენოთ. ანუ ზენ ჩვენ მოგცემენ ეს აქ ხო დაგვიყენეს ხოხზე. არის კიდე რომ ეს ნებისმიერ ამაზე მაგრდება რა. ბანაკი გააკეთოთ. ჩვენც ეხლა კარავსო ვერ ავტოვებთ ხოლმე რა. 1000 უკეთური ადამიანი და ეს ბანაკი რო გვაქვს, იმ ბანაკში ვიღაცას ვტოვებთ, რომ ვიღაცამ ისქნას რა ქვია, უარაულოს. შეგიძლია ბანაკში ესენი ჯოხები ჩაარჭო, უბრალოდ ესენი მიამაგრო. 4 ნუ იქნება, სამკუთხედი გააკეთო. 15 მეტრიანი პერიმეტრი აქვს თითოს, ხო? რა ბანაკი უნდა გქონდეთ მაგხელა 3 ძალის გეყოფათ. ეხლა მაგარი кайფი. აი ეს არის როუტერი, ანუ ეს Wi-Fi-ზე არ მუშაობს. ის გადმოსცემს აი ამას. ამაში დევს ტელეფონის ბარათი. თუ რამე მოხდა, სირენას ტელეფონზე ჩაგითავს. და აქაც აი ესეთი რაღაცა მოყვება, ნუ შეგიძლიათ რამოდენიმე კონტ არ ვიცი, შიგინ დააყენოთ, გარდააყენოთ, ესაც წივის. კიდე რა შეიძლება ეს მინდა გაჩვენოთ, ეს არის მაგარი რაღაც. აი ესეთი რამე შეგიძლია იყიდეთ. ანუ ეს არ არის როგორიც გინდათ ისეთი იყიდეთ, რა კომპლექტიაც ეს გინდათ. შეგიძლიათ იყიდოთ მარტო აი ეს და ეს. 2. ეს არის წყლის დეტექტორი. ანუ აი მაგალითად აუსავსებთ, ხო მიაკარით სადმე
წყალი აქამდე მივა თუ არა, დაგიძახებს ან სიგნალს დაგირეკავსო, გეტყვის წყალი გაივსო. ხეობაში ხართ, შეიძლება ადიდდეს. ჩოხელები როა სოფელი, აი მაგან ისქნა რა ქვია, რომ მოვარდა უცებ წყალი ან რაღაცა წყლის დონის მომატებასთან. ან სახლში მაგალითად შეიძლება უნიტაზის ქვეშ წყალი გაუშვას ან რაღაცა გაიჭედოს და წყალი გადმოვიდეს. ეს უბრალოდ იატაკზე რო დადოთ, ამასთან სითხე მივა თუ არა, ეგრევე დაგირეკავ და გეტყვით, რომ ის არისო რა ქვია, იაღლიში გორდი. ხო და ეხლა რა ხდება? ნებისმიერი გადამცემი მოწყობილობა როუტერთან ერთმანეთში კავშირი ხო აქვთ? აი ეს 2 კილომეტრის მოშორებით შეიძლება იყოს. მაგალითად ხარ სოფელში. დააყენე ეს სადმე ამასთან კავშირი უნდა კონდეს. ეს უნდა იყოს სტუდენტში შეერთებული. თუ დენი გაითიშა 16 საათი ეს თავისით მაინც იმუშავებს რა თვითონ ეს გადამცემი. თუ არ და შეგიძლიათ მეზობელში 2 კილომეტრში სადაც გინდა ეს დააყენეთ რომ ის იყოს დენი მიდიოდეს ამასთან 12 ვოლტი თვითონა გადამყვანი ყველაფერი და ეს უეჭველი დაგირეკავთ. მეზობელთან დადეთ, სადმე დააყენეთ, ბოძზე აიტანეთ, იქ დააყენეთ. ამას არ ეშინიათ ქარის, არწყლის არაფერი. აუტდორს ეძახიან რავი, გარეთა მოწყობილობას. ესენც უყოლა გარეთა მოწყობილობები. ელა კიდე რა მუღამი აქვს. კიდე მაინცა ეს უნდა გაჩვენოთ აუცილებლად რა. როგორ მუშაობს? არ მინდა ლიტონის სიტყვები თქვა, აპლიკაციას გადმოწერთ. აი ესეთი რაღაცა. ესე იგი ღამის რეჟიმში, ისა განგაში, ღამის რეჟიმში დაცვიდან მოხსნა დაცვას დააყენებ. ეხლა დავაწექი ამას. ეხლა ეს აიღებს დაცვას დააყენებს, ჩაირთო. აყვანილია დაცვაზე. ხო, კიდე ამას რა მუღამი აქვს? აყვანილია დაცვაზე, შეგიძლიათ ეს მიერთოთ თბილისში ხართ ან სადმე ხართ, არ ვიცი, თუ რამე დაცვის პოლიცია არსებობს. პირდაპირ იქ დარეკავს. თქვენდაც დაგირეკავთ და იქაც დარეკავს, რომ თავდასხმა. ეხლა ეს არის აყვანილი დაცვაზე. აი ეხლა მივალ, როგორც კი ამას ხელს მოვკიდებ. ნუ ეს კივის, ესეც კივის და ეხლა ნახე რა ხდება. ეს როგორ გავთიშ. გავთიშ. აი გავთიშ, წლის გავთიშ. შიგნით აყენია ესეთი რაღაცა. იმახო კივილი დაიწყო. ეს როგორც კი დაინახოსო კარებში ვიღაცა შემოვიდა, ეგრევე სურათს გადაუღებს. რამოდენიმეს და გამოგიგზავნით პირდაპირ მობილურზე. ეს არის შიდა კამერა. და გათვალისწინებული იმაზე რომ იყოს კაი განათება. აი მაგალითად დარბაზი გაქვთ ან რაღაცა გაქვთ, დიდი შენობა გაქვთ, ოფისი გაქვთ. თუ გარეთ გინდათ, ეგეთი არის გარეთ დასაყენებელიც. რა პირდაპირ გარეთ დაამაგრებთ, მოვა თუ არა, პირდაპირ სურათსაც გადაუღებს ამას. და თქვენ შეგატყობინეთ, სურათთან გიგზავნით. ეგ არის ძალიან მაგარი რა. ხო და აი შეტყობინებები მომივიდა. აყოლია დაცვაზე, მოხსნია დაცვიდან, მეუბნება კორპუსი. ანუ აი ამ აპლიკაციით შეგიძლიათ საერთოდ მეუბნება დაფიქსი და მოძრაობაო. აი როგორც კი მოძრაობა დაფიქსირდა, ეგრევე იღებს სურათებს შიგნით. სანამ ეს სიგნალიზაცია მიდის, ეს მივიდა ყოველ 4 წამში ერთხელ ერთ სურათს გადაიღებს და გამოაგზავნის. ანუ რაღაცა რო კონდეს ესე ისე მაინც. ხო, კიდე რა შეგიძლიათ? განგაში თუ დაიწყო, შეგიძლიათ კამერას თუ სხვაგან გეყენოთ, ანუ თვალსაჩინო ადგილზე არ იყოს. და ის თავდასხმელი თუ ვინც შეღწევას აფიქროს, მაგას ვერ გააკეთებს რა. მაგრამ ყველაზე მაგარი მუღამი ისაა, რომ ამის თანტარება შეგიძლიათ რა. ამითი რა ვიცი, შეგიძლიათ ბაღი დაიცვათ, შეგიძლია სახლი დაიცვათ, რამე ქარხანა, ტერიტორია. ოფციები აქვს ძალიან ბევრი. ეხლა მე არ ამჭირდებოდა მაგალითად ნახშირორჟანგის მომატებაზე, CO-ზე და ბოლზე
რომ მუშაობდეს რაღაცა, იმიტომ რომ ღუმელი გვიდგია ხამწვად-სავწვად. ეხლა ყოველ წვადის შეწვაზე რომ წევილი დაიწყოს, რაში გოწყობს? ანუ ტყეში ეგეთი რაღაცები არ გვჭირდება. სახში იდეალური, იმიტომ რომ არანაირი მართული არ უნდა გაიყვანთ, არც კამერასთან, არც არაფერთან. აი ესეთი რაღაცებია მიამაგრებ დამთავრდა. თუ ეს არ გინდა, შეგიძლიათ მარტო კამერა დააყენოთ. შევიდე ვიღაცა ოთახში, ჩაერთო კამერა. და გამოგიგზავნთ. არ გინდა ის კამერა თქვა თბილისში გიყენიათ, ან ქუთაისში გიყენიათ, ან ნორვეგიაში გიყენიათ. და მიდიხართ ავსტრალიაში. ის კამერას მოხსენით, წაიღებ ავსტრალიაში იქ დაამაგრებს, შენ ტელეფონთან კავშირდება. ანუ ამას თავისი ქსელი აქვს. თავარი რომ აპლიკაცია გქონდეს ჩაწერილი, აი ეს არის თავარი, რომ შენ device დაუკავშირდეს რამე ტელეფონი გაქვს. და ამას შეგიძლია 200 წელი დაუყენოთ. ანუ თუ დიდი ქარხანა გაქვს, შეგიძლიათ 200 წელი რაღაცა მოწყობილობა დააყენოთ. და სულ ყველას ეს აღითქოს. მართა ვაკედან. ხო და ეხლა აი როგორ ვთქვა რა, მე ამის სპეციალისტი არ ვარ, ეხლა მოვიდნენ. აი იქით ბოლიცად გა რაღაცა პატარა მწვადსაც ავწოვდა. ამ ვიდეოს ქვეშ მე დავდებ აპლიკაციას აქვია links. იქიდან შეხვალთ, იქნება პრომოკოდი. თუ პრომოკოდი დარეკავთ 10%-ს დაგიკლებენ ფასი. ღირს 100 ლარი 90-ს გადაიხდით. კონფიგურაციაზე თქვენთან დაელაპარაკეთ, სპეციალისტები ხავთ, გამოგატანენ. გინდა თქვენ დააყენეთ, გინდა თვითონ დაგიყენებენ. ანუ აი ძალიან იმეებში არ მინდა შევიდე რა. ჯობია სპეციალისტი დაელაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა დასაცავი ობიექტი არის სპეციფიკური, ზოგს მაგალითად სოროზე შეიძლება დააყენოთ რა, აი პატარა თაგვი თავს გამოყოს თუ არა და ეგრევე კივილს დაიწყებს. რავი, ვის როგორი ისა რა ფანტაზია და ვის რისი დაცვა უნდა. უნდა მე ახლა ჩვენ ამას გადავიღებთ იმაშიც რა ქვია, ბუნებაში, იმიტომ რომ ზურშანთი წავიღებთ. კარავს დადგავ ან რაღაცას შეგიძლია დააყენო ესენი 3 ცალი. სამკუთხედი უნდა იყოს. გინდაც 2 ცალი დააყენეთ. ეხლა იმან რა იცის თუ თავდასხმელი ვინც მივა იქამდე. რომ მაინცადან სხივი არ აჩანს. მარტო მოძრაობაზე მოქმედებს. ამის სხივი ეს იშლება და შეგიძლიათ ზემოთაწიოთ, დაბლადაწიოთ, ესე გაფარჩოთ როგორც გინდათ. რავი, კინოში თუ გინახეთ, ეგეთი რამეა. მოკლედ. ჩვენ გადავიღეთ ბუნებაშიც. ეხლა ეს არის დაყენებული, ძალიან ადვილად დავაყენეთ, კედელზე მივიდი, 1 ცალი შურუპი გავუშვი და მივამაგრეთ. ესენი სხვადასხვა ფერები არის, შავები. თუ კონფრირება გინდა, შეგიძლია შეღებო, შენ არაფერი არ ემართება ამას. ხო, თუ კიდევ ვიღაც მიეპარდა, საღებავი შეასხა, თვითონა მოწყობილობას ან კამერას. როგორც კი გაწყდება, სხივი ეგრევე დარეკავსო, თვითონ მოწყობილობაზე იყო თავდასხმა. ხო და ანუ განგას ჩაგირთავთ რა. მე რა ვიცი, მეზობალი მოვარდება თოფი თქვენ მოხვალ თუ პოლიციაში ეთყობინეთ თუ თვითონ პოლიციასთან იქნებით დაკავშირებული თქვენზეა დამოკიდებული. გარანტია მოყვება მისამართი იქნება ამ ლინკში თვითონ თუ ვერ გაერკვეთ რა მოწყობილობები შეგიძლიათ დაურეკოთ ქართულად გაგცემენ პასუხს აგერ წერეთილზე არის მისამართიც არის და სულ ყველაფერს აგიხსნიან. გინდა გამოგატანენ ეხლა თუ ამის ვერ დააყენეთ თქვენ თვითონ დაგიყენებენ. თუ რამე კითხვებია ყველაფერზე პასუხს გაგცემენ და ჩვენი პრომოკოდით თუ შეხვალთ პრომოკოდს ქვია ფუღურო, იმიტომ რომ რახან ფუღუროს პირველ ნომერში ვარ, თვითონ პრომოკოდს იქნება ფუღურო რა. ეთქვი რომ ან ჩვენი არხი იმიდან გავიგე, რა ქვია, იარაღის განხილვიდან ესეთი მოწყობილობა, კიდევ ერთხელ ვთქვი, ძალიან მაგარია რა. იარაღი ვისაც აქვს. იარაღის ოთახი სადაც არის, სეიფი თუ გაქვთ, ან კარადა თუ გაქვთ. შეგიძლიათ დააყენოთ, ან ბავშვი არ მივიდეს, ან ვიღაცამ არ გაგიტეხოთ. მილიონი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ფასი მერყეობს იმაში, აი იმის ყიდვა ყველა ვარიანტში მოგიწევთ, აი ამისი. თქვენაც აგიკავშირებათ. დანარჩენი მე აი ეს წყლისა იქნება, ბოლისა თუ აი ესეთი რაღაც მოწყობილობა. უკვე თქვენზეა დამოკიდებული 100 წელს იყიდით, მეტი ეღირება, 1 წელს იყიდით ნაკლები. ნუ ეგ ჩვეულებრივი არითმეტიკაა. დანარჩენი რავი ახლა შემგან მეც ვეღარაფერს ვეღარ გაიგებთ, აი ეს მომეწონა, მაგრამ წყლის არ დაიტბორებით. ზოგიერთ უბრალოდ აუსავსებს რა მიაკრავს და გაიგებს, რომ გაივსება, მიხვდება რა. შეგიძლიათ დააყენოთ რამე ჩამკეტი. ამას შეუძლია ჩამკეტს დაუკავშირდეს და წყალი თუ ამას მივიდა უთხრასო დაკეტოს. ან
თუ დარღვევა იყო, ეს შეგიძლიათ ისეთ რამეზე დააკავშიროთ, რომელიც ამ კარებს არ უფრო მაგრად ჩაკეტავს. ან ეხლა აღარ მინდა ვთქვა, რომ თვითმსროლელი რაღაცას აამოქმედებს, ან რაღაცას იზამს. ანუ შიდა ქსელი აქვს ამას, არაფერს არ უკავშირდება, ვერაფრით ვერ გატეხავი სკანირება და ამის ხაზზე ვერ დაჯდები, შანსი არ არის ყოველ 12 წამში თუ 6 წამში ერთხელ სიხშირებსაც ცვლის. ანუ სუპერ რაღაცაა რა. ბანაკს გავაკეთებ ტყეში. ნახოთ ეს როგორ იმუშავებს და იმასაც გაჩვენებთ. დანარჩენი რა ვიცი, ეხლა ჩვენი ეს არის მიუდგომელი ციხესიმაგრე რა. შემიძლია გადავიდე იქით, სადაც ვისვრე ხოლმე, თუ აქ რამე მოხდა, უცებ მოვირბე რა და დაცვის ქვეშ მეყოლება თან სურათის ხელში მეჭირდება ვინ შემოძრა. რა ვიცი, აი ეს იყო აიაქსი, ამას გავაგრძელებ კიდე ამის განხილვას, გაჩვენეთ ბოლომდე. მითხრეს, მაგრამ აი ესე თქმით არ მინდა რა, მოვინე დაგვიმონტაჟეს რა, მიადეთ ციტო შურუპით რა, ამას აი ესე ეხსნებ, აი, მოდი ახლა. აი, კბილებია რა, აი ეს არის მიშურუპებული რაღაცაზე. თუ ეს არ გინდა, შეგიძლიათ აი ეს რაღაცით მიაბათ, რა ვიცი, რაღაცაზე, აი აქედან. სხივები რო გამოდის, როგორ გაშალოს, დაბლა დახაროს, ზემოთაციოს, აქედან რეგულირდება. ამას ერთხელ გააკეთებთ. რავი, მე მგონია, ვისაც აგარაკი აქვს, ან კერძო სახლია, დაცვა უნდა, ეს არის მაგისთვის იდეალური რაღაცა. კიდევ ერთხელ ვთქვი, არანაირი მართულების თრევა. თან იმ კუთხეზე თქვა, აღარ გინდა დაცვა, უბრალოდ ამას მოხსნით და სადმე გადმოაყენებთ. და დამთავრდა. პირდაპირ მობილურიდან ჩართავთ, ეხლა ხო დავაყენე, კარებიც მიხურე. ეხლა ისევ შევალ იმაში, რა ქვია, აპლიკაციაში, აი ესე. და ვეთქვი, რომ დაცვაზე დააყენოს, მაინცა. აი ესე. დაცვა. ეხლა გაწითლდება. და მეტყვის უსია, ეხლა დამთავრდა. დაცვაზე აყვანილი. ვეღარ მივა რა. თუ მივიდა, თავისავს დააბრალოს რა. დიდი პრობლემაა საქართველოში დატოვებული შენობების დაცვა. ამიტომ რა ვიცი, მე მგონი ეს არის იდეალური რაღაცა. იმიტომ კი არა. აი როგორ ვთქვა რა, მეც მას მქონდა პრობლემა ბაგის გაკეთება, მინდა მითხეს რომ მოყარავენო, ნერგებს მოყარავენო, კი შემოღობო. შემოღობილსაც მოიპარავენო, ბოძებსაც მოიპარავენო და აი ესეთი რამე თუ გაქვთ. რა ვეღარ მოიპარავს. მართულებისა და ყოველგვარი ფილოსოფიების გარეშე ძალიან ადვილად ამონტაჟდება. თქვენ თვითონ გააკეთეთ. თუ რამეა მოხედავენ, გარანტიაც აქვს, ანუ მოკიდეს და ვიგატოვეს არა, ეს ხალხი აქ არის, თუ რამე პრობლემა შეგვიქმნათ, ურეკავთ, მოვლენ ან ტელეფონითო მოგიგვარებენ პრობლემას რა. კოდი ამათ თქვენია, ანუ ესო დაგიყენა თქვა და თვითონაც კოდი დაიტოვა, ეგეთი რამე არ მოხდება. კოდი მერე თქვენთან და გამოცვალ და დამთავრებული რამე ყველაფერი გადმოვა თქვენზე. არის რომ არაკეთეს ინიციატივები აყენები და თვითონაც აქ რა. შენ რო გონე იქ იცავ ეს თან იმ კამერიდან ამ ყველაფერს რასაც შენ უყურებ იცის უყურებს. ამაზე მაგნერ საქმეს ვერ გააკეთებ. უეჭველი კოდით დააყენებ, გამოგატანე კოდს, მერე შეცვლი კოდს და დამთავრებული რაღაც იგივეა რომ მეილი გაგიტეხო რა. ძალიან რთული ამის გატეხო. ეხლა მე ვთქვი ალბათ შეიძლება 10% კიდე რა შეიძლება შეუძლია ამაზე მთელი სახლი მიერთო და მაცივარი ჩართოს, ტელევიზორი შეგამორთოს, რაც კი რამე დენზია, ყველაფერი შეგიძლიათ აი ამასთან დააკავშიროთ. და აი ეს დედას უტირებს ყველაფერს ამუშავებს. ეხლა მე გაგიდი რაღაცებია სარეცხი მანქანა რა თქმა უნდა რომ შევუერთო, მაგრამ საერთოდ ვიცახი რა. საველე პირობებს აი ესეთი რაღაცებსა და აგარაკებს არის მაგარი. დანარჩენი რა ვიცი საქმეში გამოჩნდება რა. ლინკი დაბლა შედით ნახეთ, თვითონ მაღაზია, რა აღის, როგორ აღის, რანაირად აღის, ყველაფერს გაარკვევთ და თუ რამე ვერ გაიგეთ, იქ ტელეფონიც იქნება, დაურეკავთ, ეთქვით რომ იარაღის განხილვიდან ფუგურო რა ვიცი, აგიან ფუგურო უთხრათ კი იარაღის განხილვაზე ვნახე არხზე და მოგხედავენ. 10% დაგიკლებენ თუ ჩვენი პრომოკოდით დაუკავშირებით. ამეტი რა გითხრათ, ის გაგახართ, წყნარად იყავი და ყოველთვის დაცულები.